ენვერის საქმეზე გასამართლებულები შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებენ საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპერაცია ენვერის საქმეზე ბრალდებულებმა გრიფის საიდუმლოს მოხსნა მოითხოვეს. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ენვერის საქმეში უსაფუძვლოდ დადანაშაულებული პირების რეაბილიტაცია დღემდე ვერ ხერხდება და მათ საზოგადოებაში კვლავ დამნაშავეებად მოიხსენიებენ. აღნიშნული პირები იმ პროკურორთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ, რომლებიც მათი თქმით მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდნენ. ღირთალია ამ ადამიანებს მიენიჭა პოლიტპატიმრების სტატუსი, მაგრამ კვლავაც ღიად რჩება ის საკითხი, რომ აღნიშნული პირების სრული რეაბილიტაცია ვერ ხორციელდება იმის გამო, რომ მათ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო და იმისათვის, რომ მოხდეს გადახედვა საქმისა, აუცილებელია საჭირო აღნიშნული გრიფით საიდუმლოს მოხსნა. ჩვენი მოთხოვნა იმ ხელმძღვანელი პირების, იმ პროკურატურის, უშიშროების, კოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინც შეთითხნა ეს ბრალდება. უშუალოდ სააკაშვილს ეკისრება ეს და ყოფილ ხელისუფლებას. მათი შეთქმულის საქმე არის ეს. ძალიან კარგად იციან თავისი დანაშაული და ზუსტად მაგიტომ არ უნდებიან გრიფის საიდუმლოს მოხსნა. იმიტომ ჩვენ საქმეში არაფერი საიდუმლო არ არის.